ნიჩემ რომ თქვა ქრისტიანობის სიკვდილზე, მართლაც რომ ქრისტიანული სამყარო ევროპადაც ჩვენს ქვეყანაც უკვე ნაკლებად მორწმუნე რომ ხდება გამოსავალი რა არის შენი აზრით, როგორ შეიძლება შეიცვალოს. მან სინამდვილეში ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ყველა მცდელობა, რომ რელიგიის გარეშე ობიექტური მორალის დასაბუთება მოხდარიყო, ფილოსოფიურად ჩავარდა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური ფილოსოფიის ერაში, რომლის პასუხიც არის, რომ მოდი შენი ცხოვრების აზრი შენ თვითონ მოიფიქრე, მე ჩემსას ჩემით მოვიფიქრებ, ორივე ტყუილია, მაგრამ მოდი ყველამ თავისით მოვიგონოთ, რატო არ უნდა მოვიკლათ თავი. ეგ არის ეგზისტენციალური ფილოსოფია. და თუ გონიათ რომ ეგ არ მოხდა, აი მარტივად მულტფილმი რო არის რიკი და მორტი. აი ეგ მაგალითად მთელი მულტფილმი არის ეგზისტენციალური ფილოსოფიაზე. და ზოგადად ყველა ეს ფილმი, სერიალი, წიგნი დღეს სამყაროს უყურებს რელატივისტური მორალის ჭრილით. და საქართველოს რატო არის ჩემთვის ღირებული, რატო არის ჩემთვის ქართული კულტურა ღირებული? ჩვენში არის კიდე აი მარცვალი. პატარა მარცვალი იმ კულტურის, იმ ხალხის და იმ შეგნების, რომლისთვისაც მორალი ფარდობითი არ არის.